მოგესალმებით მეგობრებო. თქვენ უყურებთ ჩვენს საბავშვო გადაცემას სტუმრად მაჟორში. ჩვენი სტუმარია ჩვენი სტუდიის წევრი უსაყვარლესი ნუკი ციკლაური. გამარჯობა ნუკი. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად თქვენ? მეც კარგად, მადლობა. ნუკი, რამდენი წლის იყავი როგორ შემოხვედი მაჟორში? მე მგონი 8-ის ეხლა ხარ? 10-ის. ანუ მესამე წელი დაიწყო წელს რომ დადიხარ მაჟორში. რაც მაჟორში დადიხარ, შენ ცხოვრებაში რამე შეიცვალა? რამე შეცვალა მაჟორობა შენ ცხოვრებაში? მგონი უფრო ბედნიერი და ხალისიანი ვარ და ყოველდღე დაკავებული ვარ იმით, რომ უკრავდა მღერები. ნუკი რო გაიღვიძებს დილით რას ფიქრობს? აი თვალები გაახილე, დილა არის და რას ფიქრობ? სკოლისთვის მემზადებ. სკოლისთვის ემზადები. დაუშვათ თუ ესეთი დღე არის რომ მაჟორში გაქვს გაკვეთილი იმ დღეს? ვდგები პირველში მესადნი ფანდუზე რომ მოვალ, კარგად ვუკრავდე. კარგი გოგო ხარ. ბევრი მეგობრები გიყოლება შენ ისეთი გოგო ხარ, მაგრამ მაჟორში თუ ყავს ვინმე გამორჩეულად საუკეთესო მეგობარი. აქ არის ძალიან მეგობრული გარემო, ესეც თქვენი დამსახურებით. მადლობა. ბევრი მეგობარი შევიძინე და ყველასთან ვარ ძალიან კარგად, მაგრამ შეიძლება ერთ-ერთი გამოვარჩიო და ეგ იქნება ანა მარია ლანჩავა. შენთვის რას ნიშნავს მეგობრობა? მეგობრობა არის სითბოს, სიყვარული ადამიანს რო ინდობი, რო დაეყრდნობი რთულ სიტუაციებში და ყველაფერს რო გაუმხელ შენს მიზნებს და საერთოდ ყველაფერს. ცხოველები თუ გიყვარს? კი. რომელი კატა ძაღლი? მე. ცოტა უცნაურად გაშიგდა, მაგრამ ძალიან კარგი გოგო ხარ. დავწნებული ვარ, რომ შენ ძალიან კარგი მეგობარი იქნები. ყოფილა ისეთი შემთხვევა შენ ცხოვრებაში, რომ ვიღაცამ აი რაღაც იმედები დაგიცხოა. არა, მიხარია რომ ესეთი შემთხვევები არ გაქვს და ძალიან კარგი არის. შენი თავი თუ წარმოგიდგენია 10 წლის შემდეგ. ნუკი ციკლაური 10 წლის შემდეგ როგორი იქნება? ალბათ კი. კი, ხო? არა, როგორ წარმოგიდგენია შენი თავი, რანაირი იქნება, რას გააკეთებ 10 წლის შემდეგ? ალბათ მომღერალი და მინდა რომ გამოვიდე დიზაინერი და ალბათ დიზაინერი ვიქნები. გისურვებ რომ შენი ოცნებები ყველაფერი აგიხდეს როგორც შეგინდა ისე. მადლობა. შენი ოჯახის წევრები როგორ ეგუებიან იმას, რომ ხშირად გაქვს კონცერტები, ხშირად გაქვს გასვლები? ძალიან უხარიათ ყველას, განსაკუთრებით დედას და მამას. სკოლა თუ გიყვარს? სკოლა მიყვარს, იმიტომ რომ ყოველდღე ვერთობ სკოლაში და კარგად ვსწავლობ. კარგად სწავლობ. განსაკუთრებული საგანი გაქვს რამე ესეთი რაც გიყვარს? ქართული. საუკეთესო მოგონება თუ გაქვს რამე მაჟორთან? აი რამე ესეთი რაც განსაკუთრებულად დაგამახსოვდა. მე ყოველდღე ბედნიერი ვარ მაჟორში, მაგრამ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მოგონება არის ის, რომ ქობულეთში ვიყავით წასული. რამოდენიმე დღით და მაშინ დაგირგობდა მოგონებები, ხო? ნუკი, სცენაზე გამოსვლის წინ რას ფიქრობ ხოლმე? აი კულისებში რო ვართ იმ მომენტში რას ფიქრობ? დასახული მაქვს, რომ ანუ მე შევძლებ და კარგად ვიმღერებ, ხან ნერვიულობ, ხან ბედნიერი ვარ და ყველაფერს ერთად ვფიქრებ. აი წელს პირველად გქონდა სოლო შესრულება ხალხურში. აი როგორი შეგრძნება იყო მაშინ, როცა სცენაზე შენ მარტო იმღერე სოციალური შესრულებით სოლო? ანუ გასვლისას ცოტა ნერვიულობდი, მაგრამ რო გავედი, ანუ მომეხსნა ეს და თავისუფლად ვმღეროდი. მაყურებლების რაოდენობა შენთვის ბედნიერებას განაჭებს თუ გინდა რომ მცირე მაყურებელი გყავდეს? არა, ბედნიერებას მომიწევს უფრო. ხო, მეც სხვათა შორის ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა რომ ბევრი მაყურებელი ყოლოდა. შენთვის მაქვს სიურპრიზი, ჩვენ გვაქვს მაჟორში შემთხვევითობის პრინციპით რამოდენიმე კითხვები, რომელი კითხვები აკეთებს და შენივე ხელით შეგიძლია ამოიტანო და რომელიც მოგხვდება, აი ასე კარგად ჩაყოფ ხელს და ის ამოიტანო შეგიძლია და შენთვის დაიკითხო და შეგვიძლია პასუხს გასცე. აბა, კარგად ამოიტანე 7-დან.
მე შენს ხასიათში და თვისებებში 5 რამე ძალიან მომწონს. შეგიძლია ჩამოთვალო რაზე ვსაუბრობ? აბა, მე რა მომეწონებოდა შენში, რა მომწონს შენი აზრით? ალბათ ჩემი ხმა. კი? მეორე რა მომწონს აბა შენში? ჩემი დაკვრა. დაკვრა, კი ბატონო, მესამე რა მომწონს შენში? ცოტა საგეხმარები. ლამაზი ხარ. სილამაზე. კიდე დარჩა 2. 2 დარჩა. 2. მეოთხე აბა? ჩვენ რა გვაქვს საერთო? მორიელი. მორიელი ვარ. კი ბატონო, მეხუთე დარჩა. აბა კიდე გაქვს თვისება, შენ მოსაწონი თვისება ნამდვილად. აი რა მომეწონებოდა მე შენში. ხარ ძალიან პუნქტუალური. პუნქტუალური ნიშნავს, რომ აი გიყვარს ყველაფრის თავის დროზე გაკეთება. არ გიყვარს რაღაცა და დაგვიანება, უპასუხისმგებლობა არ გიყვარს. ანუ 5 თვისება კი არა, კიდე არის ბევრი თვისება, რაც მე მიყვარს შენში. უბრალოდ ახლა შემთხვევების პრინციპით ასე მოგვიწია. ძალიან კარგი გოგო ხარ, მეორე კითხვის დროა. გაიხსენე რაზე გაგიაღიმა, გაგეცინა ბოლოს. დღეს გამეღიმა თვები რომ გავიშალე და ლამაზი რო იყო. აბა რა, მიდი კიდე მესამე. დაასრულე ფრაზა, ცხოვრებაში ჩემი დიდი სურვილია რომ გამოვიდეს კარგი მოსიყვარული და მომღერალი. ამაზე უკეთესი სურვილი ადამიანს ვერ ექნება და მე გისურვებ კიდევ ერთხელ რომ ყველაფერი შენი ბიზნესი რაც ხარ ჩანაფიქრი ყველაფერი აგისურვოს როგორც შენ გინდა ისე. რასაც ყოდი ბავშვებს რომლებიც ახლა ჩვენ გვიყურებს. ალბათ ვეტყოდი რომ ხშირად უყვარან ბაია მასწავლებელს და შემოვიდნენ სტუდია მაჟორში. და ბოლოს რასაც ყოდი ბაია მასწავლებელს. რომ წარმატებას გისურვებ მომავალში. ეხლა ჩვენს გადაცემაში მუსიკალური ნომრის დროა და დაგიტოვებთ ნუკი ციკლაურს. ახოდის სასავით ლურჯი გაქვს თვალები შვენებით მაიგავ ხარსალი კლდის ავაზას მაქსილამაზისთვის მევლიან ქალები ვაჟები ლოცავენ შენ სავალ შარებას
ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს უსაყვარლეს სტუმარს ლუკიტი კლაუს. თქვენ კიდევ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი გადაცემა, სადაც გვეყოლება ახალი სტუმარი, არ დაგავიწყდეთ ჩვენი გვერდის გამოწერა და მომავალ შეხვედრამდე. კარგად!